ისევ განათლების საკითხებზე. მოგესალმებით, მეგობრებო, ჟურნალისტი ნინო დათუკიშვილი. ჩვენი დღევანდელი გადაცემა პროფესიული განათლების საკითხებს ეთმობა. უფრო კონკრეტულად კი პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის პროგრამას, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით. Აი ამ თემაზე სასაუბროთ, მეგობრებო, სტუდიაში მობრძანება ვთხოვეთ ამ დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს შორენა შიუკაშვილს, ზემოთ აღნიშნული ფსიქოლოგიური ცენტრის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კოორდინატორს თაკო ჭაბუკიანს და ცოტა მოგვიანებით შემოგვირთდება ასევე პროფესიული კოლეჯის მოდუსის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი ქალბატონი ლალი ჩიქოვანი. სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მეგობრებო, მინდა ჩვენი პირდაპირი ეთერის ტელეფონის ნომრები შეგახსენოთ 240 91 92 ან 240 92 92. ჩვენ და სამწუხაროდ მეტად ფეხმოკლედ გვესმის სიკარგე ცოდნისა და სწავლა განათლებისა. ჩვენ იგი მოგწონს, როგორც იმის თანამორთულობა, იმის თანასამკაული, ურომლისოდაც ადამიანს შეუძლიან ასე თუ ისე ცხოვრების გზა დალიოს. იოლად გამოვიდეს ხალხსა და ქვეყანაში. ილია ჭავჭავაძე. ქალბატონი შორენა, ქალბატონი თაკო, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, მობრძანებისთვის, ამ მართლაც ნეტად მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ და თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს თემა, ამას ალბათ ჩვენი მსმენელები მცირე ხანში შეიტყობენ. აი პირველ რიგში თუ ნებას დამთავრთ, ქალბატონი შორენა, ქალბატონი თაკოს დაუსთმობ სიტყვას, აი რა მიზანი აქვს ამ პროექტს, რატომ გახდა აუცილებელი მისი განხორციელება და ეტაპობრივად ეს თუ არ ვწდები 2013 წლის ნოემბერში იყო ამაზე საუბარი, როგორც მახსოვს. აი მას შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, თუ შეიძლება? კი ბატონო, ასე კი პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მსმენელებს და შემდეგ დავიწყებ, მანდატური სამსახურის ფსიქოლოგიურმა ცენტრმა ეს პროგრამა დაიწყო 2013 წლის ნოემბრიდან. ჩვენი პროგრამა მიზნად ისახავს მე-11 კლასის მოსწავლეების დახმარებას პროფესიის სწორად არჩევაში, იმაზე დაყრდნობით თუ რა უნარები აქვთ, რა პიროვნული თვისებები აქვთ და ასევე მათ უნდა იცოდნენ პროფესიის მოთხოვნები, რომელსაც ისინი ირჩევენ. საერთოდ სანამ უშუალოდ ჩვენ პროგრამაზე დავიწყებ ლაპარაკს, მინდა ერთი-ორი სიტყვით თქვა პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე და ასევე იმაზე, რომ აი ეს სისტემურად რამდენად მნიშვნელოვანია აი ამის ჩამოყალიბება. ზოგადად პროფესიის არჩევას ორი კუთხიდან შეიძლება შევხედოთ. ერთი ეს არის უშუალოდ პიროვნების კუთხით. იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ აქვს სწორად არჩეული პროფესია, რეალურად მივდივართ გარკვეულ პრობლემებამდე, ეს არის პროფესიული თვითრეალიზაციის პრობლემა, რაც თავის მხრივ ამ ადამიანისთვის იწვევს გარკვეულ სირთულეებს და შრომით უკმაყოფილებას. და ასევე რო შევხედოთ სახელმწიფოს ან ორგანიზაციების კუთხით სერიოზულ ზარალამდე მივდივართ, თქვათ პროცენტებს რო გადავხედოთ, მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ აქვს ინტერესი გარკვეული პროფესიის და საქმიანობისადმი, დაახლოებით 30%-ით მცირდება მისი შრომის უნარიანობა, 50%-ით თუ არ აქვს უნარი და 70%-ამდე ავდივართ თუ არ აქვს არც უნარი და არც ინტერესი. აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ დღესდღეობით საქართველოში მნიშვნელოვანია აი ამ ერთიანი სისტემის შექმნა. თავის მხრივ განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური სამსახური, ჩვენი პროგრამა მუშაობს უშუალოდ სკოლებში მე-9-დან მე-11 კლასის მოსწავლეებთან, მაგრამ ამის გარდა იგივე სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს აქვს თავისი პროგრამა, ისინი ოდნავ განსხვავებულ სამიზნე ჯგუფთან მუშაობენ და ეს ერთიანობა ქმნის იმას, რომ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან მიზნამდე მივალთ. ამას გარდა ყველა პროფესიულ სასწავლებელს და ასევე ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს თვითონ ყავთ თავის მხრივ პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერები, ვინც უშუალოდ კონსულტირებას უწევენ იმ სტუდენტებს და მოსწავლეებს, რომლებიც მათთან სწავლობენ. ეს უნდა იყოს რაღაც ერთიანი სისტემას უნდა ექვემდებარებოდეს, ხო? სისტემაში მოყვანილი, მაგრამ აი ამ ეტაპზე რა გვაქვს და
თუ შეიძლება და გარდა ამისა, ეს არის საუბარი ამ შემთხვევაში მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე? ჩვენი პროგრამის შემთხვევაში საუბარი არის მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე. ანუ წელს 2014 წელს პროგრამას აქვს საპილოტე ხასიათი. ამ პილოტირების პროცესში ჩართული არის A7 საჯარო სკოლა. ანუ ეს არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განთავსებული სკოლები. ანუ რაც შეეხება თვითონ ამ პროგრამას, სამი ძირითადი ასპექტი აქვს. ეს არის ერთი გაკვეთილები, რომლებიც ტარდება თვეში ერთხელ სადამრიგებლო საათის ფარგლებში. ანუ ამის გარდა არის შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთან და არის ექსკურსიები და ვიზიტები ორგანიზაციებში, საწარმოებში და ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ანუ რაც შეეხება ამ სადამრიგებლო საათის ფარგლებში ჩატარებულ გაკვეთილს, ის ცოტა უფრო ვცლად განვუმარტოთ ჩვენს მსმენელებს. მე-9 კლასი ახსენეთ თუ წელს პილოტირების პერიოდში არის მე-9 კლასი, ანუ გაზაფხულის სემესტრში იყო მე-9 კლასი. ეს არის მოსწავლეებისთვის გამიზნული, რომლებმაც არ იციან რა პროფესიას სურთ დაეუფლონ და ნებისმიერი თქვა ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებისას რა სავარაუდო უნარი შეიძლება გამოავლინონ, ამას გულისხმობ და აი იმითი რომ უწევენ მათ კონსულტაციას, თქვა დახმარებას, ამითი რაღაც გარკვეულად ესე იგი აღარ გაუჭირდებათ ამ სივრცეში ორიენტაცია, ამას ბრძანებთ. ესე იგი, ანუ ამ გაკვეთილების ფარგლებში, პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის ფარგლებში, ანუ ეს მოსწავლეები სწავლობენ იმას, თუ როგორ უნდა აირჩიონ პროფესიას სწორად. ანუ რა ასპექტებს უნდა მიაქციონ ყურადღება. თქვა, ანუ რომ უნდა გაითვალისწინონ თავიანთი პიროვნული თვისებები, ასევე იმ პროფესიის მოთხოვნები, რომლის არჩევაც მათ სურთ და ასევე ის არსებობს თუ არა მოთხოვნა ამ პროფესიაზე და ამ მიმართულებაზე შრომის ბაზაზე. უნდა იცოდნენ ამავე, კარგი სასურველია თუ ეცოდინებათ თავიდანვე. ხო, რასაკვირველია, ტრაგიკული იმაში არაფერი არ არის, თუ კი მოზარდი არ აირჩევს თქვა სწორად პროფესიას და მას ექნება იმის შესაძლებლობა შემდეგაც რომ შეიცვალოს, მაგრამ დროის დაზოგვის მიზნით, რა თქმა უნდა, უკეთესია რომ მან გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს. და იგივე თქვა პროფესიის არჩევისას რაღაც სტერეოტიპული შეცდომები არსებობს და ესეც უნდა იცოდეს მოზარდმა, რომ აი რა რისკებს შეიცავს აი ამ მიმართულებით, მაგალითად თქვა რომ თქვა მოდური პროფესიების არჩევა, თქვა რა რისკებს შეიცავს, რომ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს. ნუ ასევე უნდა იცნობდეს პროფესიას და გაკვეთილების ფარგლებში, რომელიც მე ვახსენე, ანუ იქ უფრო ისინი იწერენ იმ უნარს, თუ როგორ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სწორი პროფესიის არჩევაზე, რაც შეეხება გაფართოებულ შეხვედრებს, იქ აქვთ უშუალოდ შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთან, სადაც ეცნობიან კონკრეტული პროფესიებს, მათი ინტერესის მიხედვით. ეხლა მან ეს რამეზე მინდა ჩვენი მსმენელების ალბათ შეკითხვაც ექნებოდათ ასეთი, რომ ეს არის საუბარი მხოლოდ პროფესიული განათლების კუთხით თუ ასევე ვთქვათ მათთვისაც არის გამიზნული, ვისაც სურს ბაკალავრიატში შემდეგ გაგრძელება, ანუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ჩაბარება. ანუ ეს პროგრამა მოიცავს ორივეს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მოსწავლეს ჩვენ კონკრეტულად ვეუბნებით, რომელ პროფესიაზე უნდა ჩააბაროს, მას ჩვენ ვეუბნებით, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და იმის მიხედვით, თუ რა ინტერესები აქვს, რა სურვილები აქვს და რა უნარები აქვს, მას აქ არჩევანი და ასევე ვაცნობთ ამ არჩევანს, სად შეუძლია მიიღოს მან განათლება პროფესიულ სასწავლებელში თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საინტერესოა. ახლა რაც შეეხება თქვენ საპილოტე სკოლები ახსენეთ, ნებაყოფლობითია დასწრება თუ სავალდებულო ამ სკოლებში, ამ ბავშვებისთვის, ამ მოსწავლეებისთვის გაკვეთილებზე დასწრება? ამ გაკვეთილებზე დასწრება არის სავალდებულო, როგორც გითხარით, ის თვეში ერთხელ ტარდება, თუმცა ამ მომენტში, ანუ ინტერესი იყო ყოველ შემთხვევაში მოსწავლეების მხრიდან და რამდენად მათი ინტერესი. რადგან ფაქტობრივად მზაობა იყო და გარკვეული მოლოდინიც, რომ ამ მიმართულებით რეალურად არსებობდა საჭიროება, რომ მსგავსი ტიპის პროგრამა განხორციელებულიყო. ახლა რაც შეეხება პედაგოგებს, ბუნებრივია ხა სპეციალისტების გადამზადებაც დაგჭირდებოდათ და ასევე ალბათ კლასის დამრიგებლებსაც გარკვეული უნარის შეძენა დაჭირდებოდა თქვა ამ გაკვეთილების მონაწილეობა. კი ბატონო, ესე იგი სპეციალისტები გადამზადდნენ ნოემბრის თვეში, ხოლო ის დამრიგებლები, რომლებიც ამ საპილოტო სკოლებში ასწავლიან, ამ მე-9 კლასელების დამრიგებლები, ასევე გადამზადდნენ სპეციალურად აი ამ მიმართულებით. აი ამ მოდულის შექმნაში დაგვეხმარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, რისთვისაც მათ გვინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადოთ, რადგან სწორედ ისინი მუშაობენ ძირითადად მასწავლებლების გადამზადებაზე. ანუ შევქმნით ერთობლივად ეს მოდული და რეალურად ამ დამრიგებლებს ახლა უკვე აქვთ ის უნარები, რომელიც საჭიროა ამ
ამ გაკვეთილის ჩასატარებლად. თუმცა აღნიშნავ ეს, რომ ეს წელს საპილოტი არის ზუსტად იმიტომ ეს პროგრამა, რომ მსგავსი ტიპის არ განხორციელებულა საქართველოში და გარკვეული ცვლილებები შესაძლოა შევიდეს ჩვენ გამუდმებით ვაკვირდებით ამ პროცესებს, ვაანალიზებთ და იმის მიხედვით რა ხარვეზებია, მუდმივად საჭიროა რომ შეიცვალოს, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ყველაზე რელევანტური სისტემა. გასაგებია, ქალბატონ შორენასთან გადავალ შეკითხვით, აი ქალბატონი ვალიც შემოგვიერთდა, მოგესალმებით ქალბატონო ვალი ჩიკოვანი გახლავთ ჩვენი გადაცემის მესამე სტუმარი, ჩვენ აქ საუბრობთ ქალბატონ ვალი ამ პროგრამის შესახებ, არსი გააცნო ჩვენს მსმენელებს ქალბატონმა თაკომ და აღარ რაც შეეხება აი თქვენი სამინისტროს და კონკრეტულად თქვენი სამმართველოს თანამონაწილეობას, თუმცა აი უფრო ჩვენ არასდროს არ მოგვიწვევი ხართ ჩვენთან სტუდიაში და აი საინტერესოა განათლების კუთხით თუნდაც აი სადაც არის ეს სეგმენტით ამ ხრივ რა პროგრამებს ახორციელებს თქვენი სამმართველო და ზოგადად აი რა მიმართულებები აქვს და შემდეგ კონკრეტულად უკვე შეგვიძლია აი ამ კონკრეტულ პროგრამაზე როგორ მონაწილეობთ და რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს. დიახ. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელ მსმენელს. მე წარმოვადგენ როგორც უკვე ბრძანეთ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს. ჩვენს დეპარტამენტს განსაზღვრული აქვს პრიორიტეტები, რომლებიც იქმნება წლის ბოლოს ხოლმე ყოველი მომავალი წლის დასაწყისისთვის, უკვე მტკიცდება შესაბამისი პროგრამები. მიმდინარე წელს გვაქვს 14 მიმართულება, რომელთაგანაც გარკვეულწილად ბევრი არის განათლების მიმართულებით, არაფორმალური განათლების მიმართულებით, მე ვიტყოდი კონკრეტულად. ეს 14 მიმართულება მაინც რომ წარმოდგენა ქონდეს, ალბათ სასურველი იქნება რომ ჩამოვთვალო, რომელ პრიორიტეტებზე გვაქვს საუბარზე. ძირითად მიმართულებებს მხოლოდ ჩამოგითვლით, რაზე არის საუბარი და შემდგომ ალბათ გამომდინარე ჩვენი გადაცემის ფორმატიდან ვისაუბრებ უშუალოდ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამაზე. ესე იგი, გვაქვს პირველი ეს მიმართულება მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა, ასევე გვაქვს არაფორმალური განათლების განვითარების პროგრამა, რომელზეც წელს აქტიურად დაიწყო მუშაობა და რომელსაც ვფიქრობთ, რომ მთელი სისტემა უნდა შევქმნათ არაფორმალური განათლების პროგრამისა, სტუდენტი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა, კანონმდებლობის განვითარება გვაქვს ახალგაზრდობის კუთხით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა, ასევე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა, საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა, გვაქვს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების და სპეციალური საჭიროებების მხარდაჭერის მქონე ბავშვების მხარდაჭერის პროგრამა, ასევე წელს ახალი მიმართულება გვაქვს ასეთი ახალგაზრდა ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამაც. და ასევე გვაქვს ერთ-ერთი ასეთი პროგრამა ცხოვრების ჯანსაღი წესის და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა. ეს პროგრამები საკმაოდ მოცულობითია, მე მხოლოდ მიმართულებებზე შევჩერდი, რაც შეეხება ჩვენს ორი სიტყვით ვიტყვი, ანუ ამ პროგრამებში განათლების მიმართულებით რაკეთდება. მე შეგვიძლია იცით მომავალში თითოეულ ამ თემას მივუძღვნათ ცალკე გადაცემა, თუ მოხარული ძალიან საინტერესოა. დიდი სიამოვნებით გეწევით. ამ კუთხითაც გავაშუქოთ. მე განსაკუთრებით მინდა რომ გამოვყო არაფორმალური განათლების განვითარების პროგრამა, იმიტომ რომ ჩვენმა სამინისტრომ წელს უკვე დაიწყო არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბება, აქ თავისი ცენტრების გახსნით რეგიონებში ვაპირებთ მთელს ასე ვთქვათ სისტემის შექმნას, ასევე რაც შეეხება სხვა ჩამოთვლილ მიმართულებებში განათლების კუთხით, ჩვენი აქტივობები და ღონისძიებები ძირითადად არის ხოლმე გარკვეული სწავლების, ოღონდ არაფორმალურ სწავლებას გულისხმობ, ვთქვათ ისეთი ტრენინგ სემინარების ჩატარება, ასევე არის სახელმწიფო სწავლება, მაგალითისთვის რომ უფრო მსმენელისთვის უფრო ნათელი რომ იყოს, ერთ-ერთ პროგრამას ასევე ვახსენებ, რომელსაც ასევე მე ვკურირებ, ეს გახლავთ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, სადაც გვაქვს რამოდენიმე მიმართულება რესოციალიზაციის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა მას შორის არის განათლება არაფორმალური და
რას მოიცავს? აქ არის ტრენინგ სემინარები, სპეციალურად მათთვის შექმნილი მოდულების მიხედვით, თქვათ, როგორიც არის, როგორ შეისწავლონ, ეხლა რაც მიმდინარეობს, თქვათ, ეს არის პროექტის წერა და ადმინისტრირება, როგორ შეიძლება რომ დავწეროთ, თქვათ, პროექტი, როგორ დავწეროთ CV, როგორ მოამზადონ, როგორ ასევე გვაქვს გარკვეული სახელობო სწავლებები, იმიტომ რომ მათთვის, ბავშვებისთვის გარკვეული უნარების ათვისება მიმდინარეობს, სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდგომ მათ ექნებათ გარკვეული კომპეტენციები ათვისებული, მაგალითად მინანქარის სწავლება, ხეზეკვეთის სწავლება, გვაქვს კიდე მთელი რიგი მსგავსი ღონისძიებები. ამჯერად უკვე პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობთ? პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე არ გვაქვს ესე აქტიურად, უბრალოდ ჩვენ გვაქვს ესეთი კონკურსის სახით მიმდინარეობს ხოლმე ჩვენთან, ანუ შერჩევა სპეციალისტებისა, ჩვენ სამინისტრო აცხადებს კონკურსებს მსგავს სწავლებებზე და შემდგომ უკვე განვიხილავთ იმ განაცხადებს, რომლებიც შემოდის სამინისტროში და შემდგომ კომისია არჩევს ხოლმე ვინ განახორციელებს ამა თუ იმ პროგრამაში კონკრეტულ სწავლებას. დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს კონკრეტულ პროგრამას, რაზეც საუბრობთ. სიამოვნებით. ეს პროგრამა გახლავთ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომელზე მუშაობას ჩვენმა ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დაიწყო 2012 წლის ბოლოდან. გამოვედით, ანუ უკვე კოლეგამ ისაუბრა გარკვეულ საჭიროებებზე ამ პროგრამასთან დაკავშირებით, რატომ წარმოიქმნა ზოგადად ეს საჭიროება, მხოლოდ ორიოდე სიტყვით შევჩერდები და აღარ კი ბატონო, თავისთავად გამომდინარე, რატომ დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა, რატომ იყო თავისთავად, ანუ ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩამოვთვალეთ, ჩვენ სამინისტროს უკვე მიღებული აქვს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც ყველა პრობლემა არის განხილული და მიღებული. შესაბამისად, ამ პოლიტიკის დოკუმენტიდან უკვე გამოვედით უშუალო პროგრამების განხორციელებაზე, მათ შორის მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობაზე. რატომ? იმიტომ რომ იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში კადრების ასე ვთქვათ, არაპროფესიონალი კადრების სიჭარბეა, როდესაც არ გვაქვს ბევრი სამუშაო ადგილი და ამის პრობლემა ეს უფრო მე მგონი. კი ბატონო, მიუხედავად ამისა, ყველა კვლევა სტატისტიკის დეპარტამენტის კვლევიდან დაწყებული, ვთქვათ, დამთავრებული, აი ბევრი კვლევები გვაქვს გამოყენებული, რა თქმა უნდა, სანამ პროგრამას დავსახავდით და დავგეგმავდით, ყველა მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად ვაკანსიების სიმცირესა, ჩვენ განვიცდით კვალიფიციური კადრების სიმცირეს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ძალიან მრავალი მიზეზი. ერთი ვთქვათ შეიძლება იყოს რომ ვთქვათ განათლებას ვერ იღებს ვთქვათ შესაბამის და კვალიფიკაციას და მე არის თვით განათლებაზე ვთქვათ რაღაც გარკვეული პროფესიის ჩამოყალიბება. ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ერთ-ერთი ასევე განმსაზღვრელი ფაქტორი გახლავს სწორედ ის, რომ ახალგაზრდები პროფესიას არ ირჩევენ საკუთარი უნარების შესაბამისად. თავისებური ჩვენ გვახსოვს ეხლა თქვენ ახალგაზრდები ვდანდებით, მაგრამ ჩვენს პერიოდში ძირითადად მშობლები გეგმავდნენ უფრო მეტად გადახასდია. სამწუხაროდ ისევ ახლა აღარ არის ასე. ახლა აუწყეს, რჩევა, რა თქმა უნდა, მშობლების რჩევა უნდა გაითვალისწინოს. თავისთავად რჩევა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდამ, თუმცა ნამდვილად საჭიროა, რომ მან თავიდანვე სწორად შეაფასოს საკუთარი უნარი, ვთქვათ, იგივე და ინტერესის სფერო. რა თქმა უნდა. განსაზღვროს. თავისთავად, ანუ თქვენ როგორც ძანეთ შეიძლება რაღაც დონეზე შემცირებული არის მშობლების ზეგავლენა, რჩევა თავისთავად უნდა მივიღოთ ყველასგან და მათ შორის მეგობრებისგანაც, მაგრამ ეს უნდა იყოს პირველ რიგში ჩვენი გადაწყვეტილება, იმიტომ ჩვენ კარიერის დაგეგმვას ეხება საქმე. რჩევა შეიძლება გავითვალისწინოთ ასევე მეგობრისაც. ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით შევქმნით ეს პროგრამა, რომელიც ძირითადად მიმართული იყო რაზე? იმის გამო, რომ ეს სისტემა კარიერის დაგეგმა ჩვენთან ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რთბილად რომ ვთქვათ, საწყის ეტაპზეა. ჩვენთან საწყის ეტაპზე და როგორ ხდება, ვთქვათ, გვიყვარს ხოლმე უცხოეთის მაგალითები. დიახ, აუცილებლად მოტანა და იქნებ მოვიტანოთ ეს. დიახ, საწყის ეტაპზე დავიწყეთ საიდან? ანუ ჩვენ გსურს რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ამ სისტემის აწყობას და ამიტომ ვიზრუნეთ იმაზე, რომ პირველ რიგში ჩვენ შეგვექმნა ის მასალები, მეთოდოლოგიური საშუალებები, რითაც შეიძლებოდა კარიერის დაგეგმაში რეკომენდაციები მიგვეცა კონკრეტულად ეხა ჩვენი სამიზნე ჯგუფისთვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. ძირითადად სამიზნე ჯგუფისთვის. შემდგომ, ანუ რაც შეიძლება თქვენს კითხვას, რა სერვისები შეიძლება არსებობდეს, საზღვარგარეთ არსებობს ძალიან ბევრი სერვისი.
თქვათ როგორც სკოლის პერიოდშივე? დიახ, სკოლის პერიოდშივე გავეცანით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ქვეყნის, ეს არის აზიის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ზოგადად ევროპის ქვეყნები და ამერიკის ქვეყნები, ასევე კანადის ასე ვთქვათ, მაგალითებიც ქონდა გაზიარებული და შევჯერდით მაინც ჩვენს ქართულ სინამდვილეს უნდა რა თქმა უნდა მოერგოს. არა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდეთ დაახლოებით რა შეიძლება გამოვიყენოთ თავისთავად. ანუ სწორედ ამ გამოცდილებების და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს, სერვისი შეიძლება იყოს ბევრნაირი, მაგალითად, ფასიანი სერვის პროფკონსულტაციის ცენტრი შეიძლება არსებობდეს სატელეფონო მომსახურების ცენტრი, მაგრამ გამომდინარე ზუსტად ჩვენი რეალობიდან ჩვენ შევქმნით გვერდი My Profession G, ასე ქვია ამ გვერდს, რადგანაც ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველა ბავშვისთვისაც და ნებისმიერი მომხმარებლისთვისაც ინტერნეტ გვერდი და ასევე გავაკეთეთ ასევე სახელმძღვანელო, ისევ მეთოდოლოგიური საშუალება სარეკომენდაციო მოსწავლეებისთვის, რომელიც ასევე ატვირთული არის My Profession G-ზე. რასეყნობა ეს სახელმძღვანელო შეიძლება? რა თქმა უნდა, თავისთავად. სახელმძღვანელო პირველ რიგში არა მხოლოდ სახელმძღვანელო, არამედ ვებგვერდი My Profession G-ც აწყობილი არის სწორედ პროფესიულ კვალიფიციურ ექსპერტულ შრომაზე, რომელშიც ჩართული იყვნენ ძირითადად ფსიქოლოგები და პედაგოგები, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები, პროფკონსულტანტები, რომლებმაც შექმნეს რეკომენდაციული ხასიათის გარკვეული საკითხავი მასალა ვებგვერდზე გათავსებად და ასევე წიგნში თავმოყრილი არის მთელი რიგი სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი და არა მხოლოდ ნათარგმნი, მორგებული ჩვენი ბავშვების მენტალიტეტსა და მისწრაფებებზე. აქ თქვენ ნახავთ კონკრეტულ სავარჯიშოებს, დავალებებს. შეიძლება რაღაც მაგალითიც რომ მოვიტანოთ უბრალოდ, რა თქმა უნდა, თავისთავად. ასე ზოგადად საუბრობთ, რა თქმა უნდა, გასაგებია, მაგრამ მაინც კონკრეტულად, აი ვთქვათ, მოსწავლეს რა შეუძლია ამ წიგნის მიხედვით, ამ სახელმძღვანელოს მიხედვით განსაზღვროს. თავისთავად, ამ სახელმძღვანელოს მიხედვით მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს ზოგადად რა არის პროფესიული ორიენტაცია, როგორ შეიძლება დავგეგმოთ კარიერა, როგორ შეიძლება გავიგოთ მეტი ჩვენი უნარების და შესაძლებლობების შესახებ, როგორ შეიძლება ჩვენს უკვე არჩეულ პროფესიაზე მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ, როგორ შეიძლება მაგალითისთვის შეიძლება, ანუ გამოვიყენოთ ტესტი, ჰოლანდის ტესტი, რომელიც ასევე საავტორო უფლებების დაცვით ვიყიდეთ ჩვენ და ასევე ადაპტაცია გავუკეთეთ, რაც ძალიან ჭირს ხოლმე საქართველოში, იმიტომ რომ ნათარგმნი ტესტები ეს არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში ამ ტესტების და მეთოდოლოგიის საშუალება პირდაპირ აღებით არ შეიძლება და სწორედ ამიტომ შევისყიდეთ ეს ტესტი, ადაპტაცია გავუკეთეთ, კვლევა ჩაუტარდა ექსპერტული, გავაკეთეთ შესაბამისი ალგორითმის საშუალებით შესაძლებელი გახდა, რომ პირდაპირ ამ ტესტის შევსების მერე მოსწავლეს ქონდეს გარკვეული პროფესიული მიმართულებებით, ანუ პროფესიების ჩამონათვალი ამოდის პირდაპირ მექანიკურად უკვე ავტომატურად უფრო სწორად პასუხი ტესტის შევსების შემდგომ, რომელი პროფესიები შეესაბამება მის შესაძლებლობების მიხედვით, დიახ, ფსიქოტიპების მიხედვითაც და ასევე სხვა მახასიათებლების მიხედვითაც. აქვე არის ვებგვერდზე განთავსებული არის მსგავსი ხასიათის მასალები, სარეკომენდაციო კონკრეტულად მითხარით თქვენ და ამიტომ გადავალთ კონკრეტულ თემებზე. ანუ ტესტი ჩვენ გვაძლევს რამოდენიმე პროფესიას, რომელი პროფესიებიდანაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ ერთ-ერთი პროფესია. ისმება ხოლმე კითხვა, როცა პრეზენტაციებს ვატარებდი, რომ კონკრეტულ პროფესიას გვირჩევს ტესტი. რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში არ გვირჩევს კონკრეტულ პროფესიას, იმიტომ რომ გადაწყვეტილება პროფესიული არის პიროვნების და ადამიანის და არა ნებისმიერი თუნდაც ვალიდური ფსიქოლოგიური ტესტის. ამის შემდგომ ჩვენ შეიძლება უკვე ღირებულებებზე ვისაუბროთ. მაგალითად, ერთ შემთხვევაში როგორ ავირჩიოთ ამ ჩამონათვალიდან შეიძლება ადამიანს აინტერესებდეს და უფრო პრიორიტეტული იყოს მისთვის, თქვათ, მომავალში კარგი ანაზღაურებადი სამსახურის შოვნა და მეორე შემთხვევაში 80% ეგრე აინტერესებს როგორც ის თავისთავად, თუმცა თუ არა. დიახ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ყველა ეს ჩამოთვლილი ფაქტორებია, რა უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ადგილმდებარეობა თუ მინდა ვთქვათ, რომ გემის კაპიტანი იყო, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შენ შეიძლება არ ცხოვრობდე იმ ტერიტორიულ, გეოგრაფიულ მდებარეობით არ ცხოვრობდე იმ ადგილას, მოგიწევს ვთქვათ ოჯახიდან წასვლა. არ შეიძლება ვთქვათ, როდესაც ვირჩევთ ვთქვათ, ასე ვთქვათ, იურისტობას, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უნდა გქონდეს
ჰქონდეს იმისი სურვილი, რომ ხშირად ფურცლებში თავჩარგულები უნდა ვიყოთ და ვიზუთხოთ თქვა კონკრეტული კანონები და ასე შემდეგ. ყველა ის ნაბიჯი არის გაწერილი მოწოდება, მე მგონი. კი, რატომაც არა. ძალიან კარგია რომ ბევრის მოწოდება ხო იყოს, უბრალოდ ეს უნდა შეესაბამებოდეს სწორედ ჩვენს. ერთი შეკითხვა გამიჩნდა, ქალბატონ შორინა, თქვათ, არ შეესაბამება. აი ამ შემთხვევაში ეს ხო არ არის მაინდამაინც ხო მოსწავლეზეა, მაინც დამოკიდებული რა პროფესიას აირჩევს და სკოლა, აი რისთვის სკოლის დამთავრების შემდეგ რაღაც რეკომენდაცია იქნება, თქვათ, თუ სავალდებულო იქნება, რომ მაინდამაინც ის პროფესია აირჩიოს, ხო არ იქნება. არა, თავისთავად. ხო, იმიტომ რომ ხა ისე საუბრობთ, თითქოს ნუ ეს არის აუცილებელი. ასეთი რამ არ იქნება, რა თქმა უნდა. მაგრამ რეკომენდაცია ალბათ იქნება, ხო? ანუ აუცილებლობაზე თუ გვაქვს საუბარი, ალბათ პირველ რიგში იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ აუცილებელი ალბათ არის სწორად დაგეგმა ჩვენი მომავლის, რა თქმა უნდა, ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის სავალდებულო. ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ ვახსენებ ხოლმე ხელშეწყობის პროგრამა არსებობს, სარეკომენდაციო პროგრამა არის ეს პირველ რიგში და დამოკიდებული არის ჩვენს ნება-სურვილზე. მით უმეტეს ჩვენი სამინისტროს კომპეტენციიდან გამომდინარე, ნუ ეხლა შეიძლება გარკვეული როგორც უკვე ბრძანაკული, თქვათ, აქვთ საპილოტო სკოლები, სადაც უკვე ეს გაკვეთილები მიმდინარეობს და მომავლის განვითარების საქმე უკვე თქვენ გააკეთებთ ამ ყველაფერს, უბრალოდ ჩვენი ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ მივაწოდებთ პროდუქტებს, რითი შეიძლება იმ დაინტერესებულ ახალგაზრდებს და ასევე მუშაობთ იმაზეც, რომ დაინტერესდნენ ახალგაზრდები ამით, რომ რამდენად საჭირო არის. ჩვენ წიგნში ნახავთ კონკრეტულ დავალებებს, როგორც ეძახით ხოლმე დავალებებს კი არ შემთხვევათა ანალიზებს, кейსებს, ხო? სადაც განხილული არის კონკრეტული მაგალითები, ეს მათთვის არის შექმნილი და ძალიან მარტივ ენაზე არის ჩამოყალიბებული. ანუ რა მოსდევს, რატომ? აი ესეც მინდოდა თქვენ ბრძანეთ მათთვის არის შექმნილი და აი როგორ თვითონ როგორ აქტიურობენ თუ არ აქტიურობენ. დიახ, გეტყვით. გამომდინარე იქიდან, რომ ვებგვერდი შეიქმნა ფაქტიურად ახალი ვებგვერდია შეიძლება ესე ჩავთვალოთ და ფაქტიურად იანვრის თვიდან გაეშვა უკვე სრულყოფილად, ჩვენ დავიწყეთ ამ პროდუქტის მიტანა სამიზნე აუდიტორიამდე, რომელიც შეიძლება პირველ რიგში არის გამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, მაგრამ ასევე არიან სტუდენტები, რომლებსაც შეიძლება გარკვეული კვალიფიკაციის ან სპეციალობების არჩევა სურთ. ან სულაც ის ადამიანები, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ. ძალიან ბევრია საქართველოში ესეთი დამეთანხმებით. ჩვენ დავიწყეთ, ანუ ასე ვთქვათ, PR სტრატეგიის განხორციელება, რომ ცნობადი გახდეს ჩვენი რეკომენდაციები, ეს აიხება რეგიონებში, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას, გეგმავთ ასე. სხვა შორის წავიკითხეთ ავტობუს გაზეთში იყო გამოქვეყნებული საიტზე ვნახე. საკმაოდ მაყოფილები არიან ამ შეხვედრით, როგორც ვიცი, ავტობუსში. დიახ, ასე რამოდენიმე რეგიონში მოვახერხეთ, ასე ვთქვათ, ჩასვლა, განვაახლებთ, რა თქმა უნდა, სექტემბრიდან, როცა უფრო ის, ანუ და ზაფხული ჩაივლის და სექტემბრიდან უფრო აქტიურად დაიტვირთება, გარდა ამისა, გეგმავთ სარეკლამო ვიდეო რგოლების გაშვებასაც, ასევე თქვენი დახმარებითაც. აუცილებლად ჩვენს პერიოდულად გავაშუქებთ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია თვითონ მოსწავლეებიც მოვიყვანოთ და გვითხრან საკუთარი აზრი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათთვის კეთდება. დიახ, მოსწავლეებისთვის, ანუ ჩვენ შექმნით ასევე მოსწავლეებისთვის უფრო აქტუალური იქნება Facebook გვერდი, მხარდამჭერი ამ ვებგვერდის My Profession-ის ქართულად შეგიძლიათ აკრიფოთ აირჩიე პროფესია Facebook გვერდზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ ნებისმიერი კითხვა, რომელზეც სპეციალისტები, პროფკონსულტანტები გაგცემენ პასუხს. შევახსენებ რადიოს მელებს ჩვენი ტელეფონის ნომრებს 240 91 92 ან 240 92 92. მეგობრებო, ჩვენი სტუმრები დღეს არიან თაკო ჭაბუკიანი, შიუკაშვილი, ქალბატონი შორენა და ასევე ლალი ჩიქოვანი და სულ ცოტა ხანში ქალბატონ ლალის გადავცემ სიტყვას. წარმატებისთვის მხოლოდ სარეელი სურვილი უქმით ამასუქია. მარცხის მიზეზი თვითონ საქმეშია, რომელიც მარტო სარეელ სურვილზეა აგებული. ილია ჭავჭავაძე. ახლა დავუთმოთ სიტყვა ქალბატონ ლალი ჩიქოვანს, პროფესიული კოლეჯის მოდუსის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერს.
კონკრეტულ პროგრამასთან შეხება მე დიდი ხანია მაქვს, ანუ პრაქტიკოსი ვარ, შემიძლია ასე ვთქვა, 5 წელია ამ დარგში ვარ უკვე. მადლობა. ძალიან საინტერესოა ჩვენ პერიოდულად განათლების სამინისტრო ძალიან გვანებიურებს საინტერესო ტრენინგები გვიტარდება პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერებს. ძალიან ბევრი ასეთი ტესტები გვაქვს, ქალბატონმა შორენამ ილაპარაკა, არსებობს ეს სპეციალობის განსაზღვრელი ტესტები, ადამიანის უნარების, მიდრეკილებების განსაზღვრელი ტესტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე უბრალოდ 5 წელია კონკრეტულად აი ამ ბავშვებთან მაქვს შეხება სკოლის მოსწავლეებთან. დიახ და ქალბატონვალი თქვენ როგორც პრაქტიკოსი. დიახ, აი ჩემს თქვენი საქმიანობა, ბავშვების დამოკიდებულება. აი დიდი სიამოვნებით ძალიან შესაძლებ რამდენად თქვათ ეს გაამართლებს სამომავლოდ ამაზე თქვენ ვიფიქროთ. პირველ რიგში ძალიან მომწონს და ვთვლი რომ ძალიან დროული იყო, როდესაც განათლების სამინისტრომ დაამატა ასეთი ახალი შტატი რესურს ცენტრებში, შეიქმნა ამ ცოტა ხნის წინ პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის შტატი. მე ვარ კონკრეტულად ჩემი პროფესიული კოლეჯის პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა. მე სკოლის მოსწავლეებთან სისტემატიურად მაქვს შეხვედრა, მაგრამ აი ეს შეხვედრა არის გაცნობითი ხასიათის. ყოველ წელს ეს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ხვდები, ეს არის მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებთან ყველა სკოლაში. შეხვედრები მაქვს ჩვენი კოლეჯის შესახებ ვაწვდი ინფორმაციას, იმიტომ რომ მაინც არის ინფორმაციული ვაკუუმი მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით მიდის ეს ფართოდ რეკლამირება ამ პროფესიული განათლების, ჩვენი ადგილობრივი ტელევიზიით ჩვენ თვითონ ვაკეთებთ, ვარიგებთ სარეკლამო ბუკლეტებს, ტარდება ღია კარის დღეები, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მაინც არის, კი, მაინც მეტი ცოდნა არის საჭირო და აი ხვდებიან ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ მეუბნებიან დიდები უფრო, რომ აი ჩვენ არ ვიცით, თქვა თუ ასეთი რაღაცა არის შესაძლებელი. ბავშვები უფრო ახალგაზრდათაობა ეტყობა ერთმანეთში კონტაქტისგან გამომდინარე ჩვენც გვაქვს ჩვენი Facebook-ის გვერდი და ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ რუსთაველ მოსწავლეებთან და ბავშვებში გვიცნობენ ნამდვილად შემიძლია თქვა და რომ შევდივარ კლასებში ძალიან მიხარია რომ ვიტყვი მოდუსი და ყველა მიცის უკვე რომ რუსთავში არის ასეთი პროფესიული სასწავლებელი და მარტო ბავშვებთან შეხვედრა არა შემოიფარგლება ჩვენი საქმიანობა. მე კონკრეტულად ვცდილობ რომ შევხვდე მშობლებს, მათ მშობლებს. ანუ მაინც ეს ინტერესები აი მაგის თქმა მინდოდა ზუსტად აი მე-9 კლასელი ბავშვი ცოტა აი რომ შევდივარ კლასებში უკვე არის განსხვავება. მე-9 კლასელები სხვანაირად მისმენენ, სხვანაირად იღებენ ჩემს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. არა, აბსოლუტურად არა, პირიქით. აი იმათთვის ახლა ეს არის როგორიცი, აი დრო ძირითადად აი ასეთი ტენდენციაა რომ უყურებ ჯერ არიან პატარები და არ ფიქრობენ ამ თემაზე საერთოდ. კი, იკვეთება. ანუ ცოტა კი, ზევით აი ახლა იმიტომ ვთქვი, არა, ძალიან კარგია მე-9 კლასიდანაც რომ უნდა გქონდეთ ინფორმაცია პირიქით, აი ეს პროფკონსულტანტების სამსახური, რომელიც შეიქმნა რესურს ცენტრებთან, ისინი კიდევ უფრო ადრე შედიან, ჩემზე ადრე კლასებში. და ეს არის ძალიან კარგი. მე მივესალმებ, იმიტომ რომ მათ აი ასე წელიწადში რამოდენიმე შეხვედრა კი არა, სისტემატიურად აქვთ შეხვედრა ბავშვებთან, დამრიგებელთან ერთად ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი მათ, რა უნდა გააკეთონ მთელი წლის განმავლობაში. პერიოდულად მოდიან ჩვენთან ასეთი პრაქტიკა არის, იცით რომ მიდიხართ და უყვებით და გინდათ აჩვენოთ სლაიდები და სურათები ჩვენ ასე ვართ და ასეთი მოწყობილები ვართ, ასეთი კარგი მატერიალური ტექნიკური ბაზა გვაქვს. ეს მაინც სიტყვებია და რაღაც ბავშვები რომ მოდიან და ადგილზე ეცნობიან ამას ყველაფერს, უკვე სხვანაირი დაინტერესება უჩნდებათ და რომ მოდიან და ადგილზე ნახულობ. არის ხო ეს ქალბატონთა კოოპერაცია? შეიძლება კიდევ ასაკთან დაკავშირებით
დაკავშირებით დავამატებ რაღაცას, რატომ არის მე-9 კლასი? ნუ პირველი ჯერ ასაკობრივი თავისებურებით თუ გავითვალისწინებთ, მე იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ ესენი პატარები არიან განსაკუთრებით, აი იმ ანალიზს თუ დავაყენოთ, რაც ამ პერიოდში გაკეთდა, ფაქტობრივად ინტერესი დიდი აქვს და რეალურად ამ ადამიანებს ფაქტობრივად აქვთ კიდეც იმის უნარი, რომ მეტნაკლებად განსაზღვრულ ხელშეწყობა ჭირდებათ. მე თუნდაც ვასწავლედი კოლეჯში და მართალი გითხრათ, მე-9 კლასში ცოტა არეულები არიან ხოლმე. და მე-11-ში უფრო დაალაგებულები არიან. ესეც ფაქტია. თავისთავად ისეთი პერიოდია, როდესაც ყოველწლიურად გარკვეულ ზრდას განიცდიან. იმასთანაც რომ 12 კლასს ვამთავრებთ, რომ ტრადიციულად ეს ახლა სკოლას ბოლომდე ამთავრებს ძირითადად. ხო, მე-12 ჩემი აზრით არის მანამდე რაღაც შეიძლება რაღაც აი ეს ჩემი უბრალოდ ჩემი აზრია შესაძლებელია პერიოდულად მანამდე მე-9-10 კლასში რაღაც გქონდეთ ამ ტიპის გაკვეთილი, მაგრამ უფრო მეტად მე მგონი მე-11 მე-12-ში გამოიკვეთება მათ თვითონ რა სურს. ერთი მომენტია კიდევ, ანუ რაც შეეხება პროფესიულ განათლებას საქართველოში, ანუ თქვა პირველი, მეორე, მესამე დონის სწავლება, ხო, რეალურად მე-9 კლასის დასრულების შემდეგ უკვე ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ გადადგას ეს ნაბიჯი და თქვა აქედან გამომდინარე საჭიროა, რომ მე-9 კლასში შეიძინოს გარკვეულწილად უნარები და ინფორმაცია იმაზე, რა და როგორ უნდა გააკეთოს და თუ ასევე გავითვალისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას, ეს კურიკულუმის მოდელები თქვა, ხო, ანუ რომელიც სკოლაში ხორციელდება პროფორიენტაციის, თითქმის ყველგან დაწყებითი განათლებიდანვე იწყება. აქედან გამომდინარე, ანუ უბრალოდ გასათვალისწინებელია ის ასაკი და მეთოდები არის განსხვავებული. ეს მეთოდები და იქ ალბათ ხელშეწყობაც ახლა მატერიალური ხარით მოგვარებული ალბათ, იმიტომ რომ თუნდაც თუკი ჩვენ ამ ტიპის გაკვეთილებს თავაზობთ ამ ჩვენს მოსწავლეებს, ისიც უნდა შევთავაზოთ, რომ შემდეგ აი რაღაცა დარგობრივად, რაც მათ აინტერესებთ, უფრო ის საგნებით შევთავაზოთ, უფრო რა ვიცი, ახლა უნდა იყოს გაწერილი ერთიანად და მომზადების საშუალებაც მიეცეთ ალბათ. თუნდაც თქვენ აი თქვენთან აღარ მახსოვს ახლა მგონი თქვენს მიერ მოწოდებულ მასალაში ვნახე, მაგრამ აღნიშნულია, რომ საწარმოებთან აქვთ ამ ბავშვებს დიახ, თაკო. კი ბატონო, ანუ ესე იგი ამ ბავშვებს აქვთ ექსკურსიები, აი რაღაც მაგალითით შეგვიძლია დავასახელოთ. ამ სემესტრში რო გავითვალისწინოთ, რაც უკვე გაკეთდა, იყო ვიზიტები ბანკებში, თქვათ იმ მოსწავლეებისთვის, ვინც დაინტერესებული იყო საბანკო საქმით დაინტერესებულები. გარდა ამისა, იყო საავადმყოფოებში და სხვადასხვა კლინიკებში, ასევე თქვათ კონკრეტულ საწარმოებში იყო ფაბრიკა ქარხნებში, მაგალითად, ეგრეთ წოდებულ 11 ქარხანაში თბილისის მოსწავლეები იყვნენ მისულები და თქვათ საავიაციო საქმის კუთხით რა კეთდება, ესეც ნახეს. და ამას გარდა ესეთივე ექსკურსიები არის სხვადასხვა დაწესებულებებში, ანუ პროფესიულ სასწავლებლებშიც არის, თქვენს სასწავლებელშიც იყვნენ ოდუშიც მოსულები, ანუ და უმაღლეს სასწავლებლებში იმისათვის რომ ნახონ, ანუ აი ამ ექსკურსიებზე მათ საშუალება აქვს, რომ თვითონაც მოსინჯონ გარკვეული საქმიანობა და რეალურად ნახონ ჩართული სწავლების პრინციპები ფაქტობრივად რაღაცნაირად რომ მოსინჯონ რეალურად მათია თუ არა ეს საქმე და ეს ნახონ და ასევე უფრო კარგად ეცნობიან იმ პროფესიას, რაზეც არის საუბარი. კი ბატონო. კი ბატონო, დიახ, ამასაც და შემდეგ გამოვაცხადოთ. ანუ გამომდინარე იქიდან რაზეც ახლა არის საუბარი, კონკრეტულად როდესაც ბავშვი ეცნობა ამ პროფესიებს, რა თქმა უნდა, უმჯობესია ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნახოს თვითონ, რაც შეეხება ახლა ჩვენ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა, უბრალოდ რა გვაქვს წელს დაგეგმილი, წელს უკვე ჩვენ ვიწყებთ ყველა პროფესიაზე, რა თქმა უნდა, ვერ შევწყვეტით ფინანსურად პირველ რიგში, ვიწყებთ პროფესიების შესახებ ვიდეორგოლების გადაღებას, რომელიც ასევე აიტვირთება, რას მოიცავს ეს ვიდეორგოლები. აქ იქნება ინტერვიუს სახით კონკრეტული სპეციალისტი, რომელსაც ასევე აკადემიური ცოდნა აქვს მიღებული კონკრეტულ პროფესიაში, აუცილებელი არ არის ეს იყოს ცნობადი სახე. იწყებს საუბარს, როგორ აირჩია პროფესია, რა დადებითი მხარეები აქვს ამ პროფესიას, რა უარყოფითი მხარეები აქვს, რას მიაღწია ამით, რა განვითარების პერსპექტივები აქვს ამ პროფესიას. ამ ინტერვიუს სახის ფორმატის ვიდეორგოლს ასევე იქნება იმ სამუშაო გარემოს შესახებ ინფორმაცია, ანუ კადრები იქნება უშუალოდ ნაჩვენები, რას ახორციელებს კონკრეტული სპეციალისტი. რამდენი აქვს ხელფასი? კი ბატონო, აბსოლუტურად კი, აუცილებლად სცენარში ესეც არის განსაზღვრული. ანუ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ეს პროფესიების შესახებ გქონდეთ კონკრეტული ინფორმაციები მოზარდეთ. გასაგებია, მე შეიძლება მეც ერთი რა თქმა უნდა, ხალბატონო ლალი, ოღონდ მე ტელეფონები და გამოვაცხადო ახლა ჩვენი და ასევე ვთხოვო ჩვენს რადიომსმენელებს, ხა თუ კი გვისმენენ ისინი, ალბათ რაღაც გარკვეული დასკვნაც გამოიტანეს და თავადაც გამოთქვან საკუთარი აზრი აი ამ პროექტის შესახებ.
200 პროგრამის უბრალოდ 240-91-92 ან 240-92-92. ნიადაგის ხვისი იმედის მქონებელი გლახაა. მათხოვარია და გლახად მათხოვრობით ცხოვრება სათაკილოა. ილია ჭავჭავაძე. გაბატონლალი თქვენ გნებავდათ დამატება. ბატონო, მე აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ თაკოს და მინდა დავაკონკრეტო, რომ მე არ ვთვლი, რომ მე-9 კლასელისთვის ადრეა, პირიქით მე მივესალმები, რომ ეს პროფორიენტაციაზე საუბრები უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე მე-9 კლასია. თქვენი სამსახური გააკეთებს ამას. იმედია ამ ეტაპზე მე-19 კლასზე. ძალიან კარგია, რომ აი ეს ცოტა ადრეული ასაკიდან რომ დაიწყება, მე-9 კლასში უკვე, როდესაც ჩვენ შევალთ პროფორიენტაციაზე, უკვე არ იქნება ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება პატარების მიმართ და კიდევ სამწუხაროდ აი ერთი რაღაცა, რასაც ძალიან ხშირად ხვდები და ვაწყდები და გული მწყდება. დამსაქმებლებიდან, აი რაღაცა კონკრეტული წინადადება რომ არის, არავის არ უნდა 90%-ს არ უნდა პატარა ბავშვი 9-15-16 წლის. საწარმო პრაქტიკაზე მათანაც არის დია. აი რომ ძალიან კარგია რომ ჩვენ ახლა ასეთი საუბარი გვაქვს, იმიტომ რომ მართლაც პრაქტიკოსთან ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ აი რა იკვეთება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წარმატებით განხორციელდეს ეს პროგრამა. ეს საჭირო ყოფილა იგივე დამსაქმებლებთან რაღაც გარკვეული. ეს საწარმო პრაქტიკაზე პროფესიულ კოლეჯს საწარმო პრაქტიკა ქვია, ასეთი პრაქტიკა. ჩვენ გვაქვს სასწავლო პრაქტიკა, რომელიც სწავლის პროცესში ხორციელდება და გვაქვს საწარმო პრაქტიკა, რომელიც არის აი უკვე დამამთავრებელ ეტაპზე. და აი ამ საწარმო პრაქტიკაზეც კი აი რომ ჯერ ერთი ძალიან დიდი პრობლემა ამ საწარმო პრაქტიკებზე მინდა გითხრათ და აი რომ ვესაუბრები ორგანიზაციებს, გინდა სახელმწიფო იყოს, გინდა კერძო ორგანიზაცია. ფაქტიურად აი ხმამაღალი თქვამი გამომივა ალბათ, მაგრამ ეს იმდენად არ უნდათ ორგანიზაციის პრაქტიკის გაგონება მოსწავლეების, ხო, აი მე ითხოვენ ალბათ გარკვეულ თანხას, ხო? ითხოვენ, არის ასეთი შემთხვევებიც, გარკვეულ თანხას ითხოვენ და თუ აი თქვათ რაღაცა პირადი კონტაქტებით შევძელით, კი ბატონო, აი ეს არის პრობლემა და აი იქაც კი მეუბნებიან ახლა იმ დღეს კონკრეტულად, იმიტომ გაუსვი ხაზი ამ საკითხს. აი კი გვინდა მივიღებთ პრაქტიკაზე, იმიტომ რომ გვჭირდება ეს კადრი ჩვენ ამ ტიპის მუშახელი, მაგრამ პატარა ბავშვებს ნუ გამომიგზავნით 20 წლის ზევით, უკვე დამსაქმებელსაც აქვს ასეთი მოთხოვნა. ხო, მე-9 კლასელი არის 15-16 წლის, ხო. ეს პროექტი ხო იმისთვის არის, რომ დააკვირდეს, გაიაზროს, გამოცადოს საკუთარი თავი, სწორად შეაფასოს საკუთარი უნარი და შემდეგ აი მიეხმაროს ეს ყველაფერი პროფესიის არჩევაში. ეს გასაგებია და მე ისიც ვიცი, რომ ძალიან კარგია ნამდვილად ეს რეალურად მე არ მიყვარს ხოლმე აი საუბრობთ, რომ ეს ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი, რა ვიცი, პრობლემა არ არის, ასე არ არის. ნამდვილად არის ეს პატარ-პატარა პრობლემები, რომელსაც აწყდებიან ამ კოლეჯების მესეურები, ასევე სამინისტროს თქვა წარმომადგენლებიც მე მახსოვს, მე თვითონ აი როგორ ისინი ცდილობენ, რომ ამ დამსაქმებლებთან ამ საწარმოეს თქვათ უფროსებთან დაამყარონ რაღაცა ურთიერთობა, ჩემს გადაცემაშიც ხშირად მოსულან ისინი და აი ძალიან უხარიათ ხოლმე, როდესაც არის რაღაცა ეს კონტაქტი და როდესაც აქვთ ამა თუ იმ კოლეჯის სტუდენტებს აქვს საშუალება რომ მივიდნენ და გაიარონ იქ პრაქტიკა და ასე ხდება კიდევაც ეს ნამდვილად ხდება და ჩვენ ყოლია ამ კოლეჯების წარმომადგენლებიც და თქვათ ბიზნესმენებიც, ვინც აქტიურად მონაწილეობს, თუმცა უფრო მეტი უნდა იყოს, აი ამიტომ არის საჭირო ალბათ უფრო მეტი მუშაობა, თუნდაც მათთან. მათთან, არა მხოლოდ თხოვნა, აი მათი მოვალეობაც უნდა იყოს ეს ერთის მხრივ, მე მგონი თუ კი ჩვენ გვინდა რომ კადრიც ყავდეს კვალიფიციური და გარდა ამისა განვითარდეს ქვეყანა, ხო? მე შემიძლია ძალიან კარგი მაგალითი მოვიტანო განათლების სამინისტრომ და ენერგოპრო ჯორჯიამ გააფორმეს მემორანდუმი, რაც კონკრეტულად კოლეჯებზე
აისახა და ჩვენთან ასეთი სპეციალობა გვაქვს ელექტროამძრავის და ელექტრომომარაგებელი დანადგარების სპეციალისტი და შემდუღებელი, აი ამ ორი სპეციალობის პროფესიული სტუდენტები ტესტირებაზე იყვნენ ამ ენერგოპრო ჯორჯიაში, ჩვენი კოლეჯიც იყო ამ პროგრამაში ჩართული, ორი მოსწავლე შეარჩია ენერგოპრო ჯორჯიამ ჩვენი კოლეჯიდან, სხვა კოლეჯებზეც არის აქ ლაპარაკი საქართველოს მასშტაბით ბევრგან ჩაატარეს მსგავსი კონკურსი და ორი მოსწავლე შეარჩიეს, ამ ორ მოსწავლეს დაუნიშნეს სტიპენდია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში, თუ არ ვცდები 150 ლარი თვეში და შეპირდნენ დასაქმებას და ეს იმხელა სტიმულია ჩვენი ბავშვებისთვის, რომ მე აი ამის შესახებ უკვე სწავლის მსურველები რომ მოდიან და ვუყვები, მათ ძალიან დიდი мотиваცია უჩნდებათ, როცა იციან რომ კონკრეტულად შედეგზე არის მათი სწავლა ორიენტირებული. და ასეთი პროგრამები თუ ბევრი იქნება, ძალიან კარგი არის, რა თქმა უნდა, კოლეჯისთვის და ფართო კუთხით ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა. ჩვენ ცოტა დრო დაგვჭა და კიდევ რას დაამატებით ქალბატონ თაკო ბატონო შორენა. დავამატებდი დიდი სიამოვნებით იმას, რომ მინდოდა მადლობა გადამეხადა უშუალოდ ვინც სამინისტროსთან თანამშრომლობდა ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision ჯორჯიას წარმომადგენლობა, რომლის დაფინანსებითაც და სამინისტროს ხელშეწყობით სწორედ ჩვენი წიგნი აირჩია პროფესია გამოვეცით. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ასევე მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ ამ ტესტების და მთელი სარეკომენდაციო მასალების შემქმნელ კომპანიას, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ჯგუფს, PMC-ს. საინტერესო მე თუ მაქვს სწორად არჩეული პროფესია. ეს საშუალებას იძლევა, როგორც გითხარით, ძირითადი სამიზნე აუდიტორია ჩვენი ტესტების არის, რა თქმა უნდა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები, თუმცა თქვენ ასაკი არის გათვლილი ამ ტესტს აქვს ასეთი ასაკობრივი, ისიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც თავიდან აღნიშნე, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის, იმიტომ რომ შეიძლება ავირჩიოთ პროფესია, მაგრამ პროფესიის არჩევა ეს არ არის კარიერის დაგეგმა, იმიტომ რომ ეს არის რთული, ასე ვთქვათ, და გრძელი და თავი მართლაც არის აქ პრაქტიკა, იმ საწარმოებთან დიახ, ურთიერთობა, თუნდაც ის ვიდეო რგოლები, რაც გძანეთ, ასევე აი ერთიანად თვითონ მოსწავლეებმა რომ რაღაც ირჯევან ამის შესახებ და ჩვენი სურვილი არის კიდევ რომ თქვათ იგივე ჩვენი და პედაგოგები რაც თავარია, პედაგოგებს აქვს დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, როგორც გითხარით, ანუ ამ ტესტების საშუალებით ირჩევა გარკვეული პროფესიები, მომავალში ჩვენს განათლების სამინისტროს რა თქმა უნდა იქნება ჩართული, ვნახოთ, ანუ თანამშრომლობით გეგმავთ ასეთ რაღაცას, რომ გავწეროთ პროფესიოგრამებს, როგორც ეძახიან, ანუ კონკრეტულ პროფესიას რა შეესაბამება, რა ჩვევები, რა უნარები, რა მოთხოვნები აქვს თვითონ პროფესიებს. ერთია რომ ჩვენ ვაძლევთ ბავშვს თქვათ რეკომენდაციებს, რომ შეგეფერება ეს პროფესია, მაგრამ მეორეს მხრიდან უნდა გქონდეს ასევე გაწერილი კონკრეტული პროფესია, რას მოიცავს, რას გულისხმობს, რომელ უნარებს, რომელ შესაძლებლობებს და მახასიათებლებს საჭიროებს იმისათვის, რომ კონკრეტული პროფესია აირჩიოს. ასევე დავამატებდი, რომ ჩვენ ასევე გვაქვს დაგეგმილი რამოდენიმე მეთოდოლოგიური საშუალების დამატება ვებგვერდზე და გარდა ამისა, ეხლა ქონდა ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ერთ-ერთი პროგრამა გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია გახლავთ, სადაც იყვნენ წარმოდგენილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და როდესაც გავაცანით ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებები, ერთ-ერთი მოწონება სწორედ ჩვენმა მიდგომამ პროფესიულ ორიენტაციაში უნდა დავასრულოთ გადაცემა, უკვე მანიშნებენ, მეგობრებო. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, მე ჟურნალისტი ნინო დათუკიშვილი, კარგად ვრანდებოდეთ. ისევ განათლების საკითხებზე